მართლა დაგლოცოთ ძირფასო რადიო მსმენელებო და ყოველნო საქართველოს მკვიდრნო. ჩვენ დავიწყეთ საუბრები უმნიშვნელოვანეს საკითხზე, კერძოდ რომ ადამიანმა ნელ-ნელა საღვთისმეტყველო დონეზეც კი დაიწყო ღმერთის ჩანაცვლება დედამიწაზე. ეს იყო პირველი გამოვლინება პირველი ერესების სახით, არიოზელური მწვალებლობა და სხვა გნოსტიკური შეხედულებანი და ამჯერად გსურს კიდევ ერთ საღვთისმეტყველო საკითხზე ვისაუბროთ, რომელიც სწორედ რომ პირველ საუკუნეებში გამოვლინდა. ეს გახლავთ ქილიაზმი, მისი რელიგიური არსი მეტად შეესაბამება აი ამ ჩვენს შეხედულებას, ჩვენს საკითხს, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ და აი ჩვენს მიერ განხილვადი აი ამ თემის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ის გახლავთ მისი სწავლების თანახმად, ესე იგი ქილიაზმის ბერძნული სიტყვა 1000-წლეული, რომლის მიხედვით საყოველთაო საშინელ სამგზავრომდე დედამიწაზე დამყარდება თითქოს ქრისტეს 1000-წლოვანი მეუფება და მისი არსი შემდეგში მდგომარეობს, რომ სამყაროს აღსასრულამდე დიდი ხნით ადრე ქრისტე ისევ მოვა ამ ქვეყნად, დაამარცხებს ანტიქრისტეს, აღადგენს მხოლოდ მართლებს, მოაწყობს დედამიწაზე ახალ სამეფოს და სადაც მასთან ერთად თავიანთი ღვაწლისა და ტანჯვის ჯილდოთ 1000 წელს იმეფებენ მართალნი და დროებითი ცხოვრების ყველა სიკეთით დატკბებიანო. და უკვე შემდგომ მას მოყვება მიცვალებულთა მეორე საყოველთაო აღდგომა, სამგზავრო და სამართლისო საზღაურის მიგება. აი ასე ფიქრობენ ქილიასტები. პირდაპირ რომ ვთქვათ, აშკარად ამქვეყნიური ხედვა სამყაროსი, რომლის საფუძვლები უდავოდ იმ პირველმა ერესებმა ჩამოაყალიბა, რომლებიც მძვინვარებდა იმ დროის კაცობრიობაში. ვიდრე ამ ქილიაზმის საფუძველთან ანალიზს შეუდგებოდა, ჩვენ მივყვეთ აი ამ ლოგიკას, რომელსაც დავიწყეთ საუბარი და აი ეს ერეტიკული მსოფლხედვა ჩამოყალიბებული ებიონელების და გნოსტიკოსების მიერ თავის განვითარებას ამჯერად სწორედ რომ ქილიაზმში პოვა, თუ ქრისტე მათი შეხედულებით იყო ჩვეულებრივი ადამიანი და შედეგად ადამიანი ვერ იქნება, რა თქმა უნდა, მხსნელი სოფლისა და კაცობრიობისა და არც უნდა ვიოცნებოთ ამაზე. სამაგიეროდ დიდი ასპარეზი იშლება სწორედ რომ ამქვეყნიური მეუფების მოწყობისათვის. ამას აშკარად ვხედავთ ჩვენ და აი ამ გოლგოთის მსხვერპლს თუ არ ქონდა ესეთი გამოსყიდვის ძალა და ნუ იყოფინ ესე ერეტიკოსებში, ყალიბდება აზრი, რომ ქრისტე მეორედ მოვა დედამიწაზე და დაამყარებს ამქვეყნიურ 1000-წლოვან მეუფებას. ანუ სწორედ რომ ამქვეყნიურზეა ყოველივე საუბარი და არავითარ შემთხვევაში იმ ქვეყნიურზე, მარადილურზე, არა ამ სოფლიურზე, როგორც ამას თავად მაცხოვარი გვასწავლიდა ჩვენ. 1000-წლოვანი მეუფების სწავლება, ეგრეთ წოდებული ქილიაზმი, არ გახლავთ ახალი იდეა. ეს თეზა ერეტიკოსებმა სწორედ რომ იუდაიზმიდან გადმოიღეს, ჯერ კიდევ ძველი დროიდან ბაბილონის ტყვეობიდან მოყოლებული, ვიცით ჩვენ რომ მწიგნობრები და ხუცესები ებრაელებისა მსოფლიოში გაფანტულ ებრაელებს ხალხში ავრცელებდნენ მათთვის იმედის მომცემ სწავლებას, რომ მესია მოვა, რომ ის იქნება დამპყრობელი მეფის სახით და მოევლინება დედამიწას და რომელიც დააბრუნებს ღვთის რჩეულერს პალესტინაში თავის სამშობლოში და დაუბრუნდება მათ ებრაელებს სწორედ დიდება და პატივი და აღუდგენს მას იერუსალიმის ტაძარს და დაუმორჩილებს თითქოს მათ ებრაელებს მთელ მსოფლიოს. აი ესეთი მსოფლხედვა სამწუხაროდ ძველ არასწორად განმარტებულ
წმინდა წერილიდან მოდის, რასაც ქვია თალმუდის მორალი და ამის შემდეგ მათი აზრით მკვეთრით აღადგენს ისრაელის პატრიარქებს, წინასწარმეტყველებს და ყველა მართლებს და ისინი ერთად იმეფებენ 1000 წელიწადი. და აი ეს საფუძვლები, როგორც მოგახსენეთ თქვენ, უკვე გამოჩნდა სამწუხაროდ ქრისტიანულ სამყაროშიც. ქილიასტების ეს იდეა აშკარად ანტიხმერთკაცობრივი და ანტიქრისტიანული ხასიათისაა, იმიტომ რომ 1000-წლოვანი მეუფება უნდა აშენებულიყო არა იმ მესიის მიერ, რომელსაც ვაღიარებთ ჩვენ მართლმადიდებლები, არამედ აბსოლუტურად სხვა პიროვნების მიერ, რომელსაც ელიან იუდეველები და წმინდა მამათა გამოთქმით ეს მოლოდინი იქნება ანტიქრისტეს მოლოდინი. მაცხოვრის უახლოესი მოწაფეებიც კი სამწუხაროდ იმყოფებოდნენ აი ამ ქვეყნიური მესიის იდეის ზეგავლენის ქვეშ და ეს დამოკიდებულება მკაფიოდ წარმოჩინდა სახარების ერთ-ერთ მონაკვეთში, მათეს სახარებაში კერძოდ, სადაც ზებედეს ძეების დედამ სთხოვა მაცხოვარს, რომ მისი ვაჟები, ესე იგი ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ მისა მეუფების ჟამს დაესვა. და ცხადია ეს იყო სწორედ რომ ის ამ ქვეყნიური მესიის საყოველთაო ებრაული სულისკვეთების გამოვლინება მაცხოვარმა კი უპასუხა მათ, რომ არ იცით რასა ითხოვთო. ნამდვილად მათ არ ქონდათ სწორი შეხედულება, სწორი წარმოდგენა ჭეშმარიტ მესიაზე, ღმერთკაცზე და ამიტომაც უთხრა სწორედ აი ესეთი სიტყვები. ვინაიდან მათი თხოვნა აი ამ განხორციელების შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ვერ მოუტანდა მათ იმას, რასაც ისინი ითხოვდნენ. და ქრისტე ყოველთვის საუბრობდა თავისი სწავლების არა ამ ქვეყნიურობაზე, მოწაფეებსაც მოუწოდებდა, რომ ყოფილიყვნენ არა ამას სოფლისაგანი და სიყვარული ამას სოფლისა, მტრობა სოფლისა, ბრძანებს წმინდა წერილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამრიგად სულ სხვა მეუფებაზე და ზოგადად უფლებამოსილებაზე საუბრობს მაცხოვარი ქრისტე ღმერთი, რომლის საფუძველში კაცობრიობისადმი აი ამ თავდადების, თავგანწირვის მსახურება იგულისხმება, ვიდრე ჯვარცვამდე და რითაც გამოისყიდა კაცობრიობა ამ ქვეყნის ცდომილებისა და ცოდვებისაგან, ხოლო იუდაიზმსა თუ წარმართობაში თუ ერეტიკულ ხედვებში სულ სხვა ამ ქვეყნიურ მეუფებაზეა საუბარი და მხოლოდ აი ამ პრიზმიდან განიხილავენ სულიერ საკითხებს. და თუ დავაკვირდებით ჩვენ წარმართული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ ესე იგი უზენაესი ქურუმი იყო ტიტული წარმართი კეისრებისა და ეს იყო სწორედ დადასტურება იმისა, რომ ადამიანის გაღმერთებას და გაკულტებას და გაკერპებას ჰქონდა ადგილი, ანუ პონტიფიქს მაქსიმუს, ესე უზენაესი ქურუმი ეწოდებოდა და აი ამ სულისკვეთების გამოვლინებას შემდეგ ხედავთ ჩვენ უკვე პაპიზმში, სადაც ესეთივე პონტიფიქსია საუბარი, ტიტული რომის პაპისა და მისი მეუფება და უფლებამოსილებაც, როგორც მიწიერი, ასევე სულიერია, ესე ბრძანებენ კათოლიკები და ნიშანდობლივია, რომ კათოლიციზმში არსებობს კიდეც ესეთი თეორია, რასაც ქვია ორი מחვილის თეორია და რომელიც რომის პონტიფიქს ამ ქვეყნიურ და იმ ქვეყნიურ უფლებამოსილებას გულისხმობს და შემდეგში სწორედ ასეთი გაერთიანებული ძალაუფლების პრეტენზია ექნება ანტიქრისტესაც. ანუ ჩვენ ხედავთ ამას თვალნათლივ, დაკვირვებული თვალი ყოველ შემთხვევაში შეამჩნევს, რომ საიდან მოდის ეს, რა საფუძვლები აქვს ამ საღვთისმეტყველო თეზას და სად მიდის და რითი სრულდება აი ეს ჩანაფიქრი, რათა ღმერთკაც იესო ქრისტე შეცვალონ ადამიანით. იუდაურ წარმართულ ამ ერეტიკულ ცნობიერებაში ყოველთვის ფიგურირებდა აი ამ ქვეყნიური
სამუთხის ქილიასტური იდეა და ამდენად ქილიაზმის სასტური პირდაპირ შეიძლება ითქვას პარალიზებას უკეთებდა იმდროინდელი კაცობრიობის მსოფლმხედვის ჯანსაღ წარმართვას და ასევე ნეგატიური ზეგავლენა იქონიან მან მომდევნო თაობების ცნობიერებაზეც, რაც თანამედროვე ეპოქაში ერთის მხრივ აი ამ სექტანტიზმის სახით გამოვლინდა იოღოველები თუ სხვა სექტები, რომლებიც ფაქტობრივად იგივე ერეს გადაგებდნენ სახეცვლილი ფორმით, მეორე მხრივ კი ცრუ იდეოლოგიების, რასაც ქვია გნებავთ კომუნიზმი, მარქსიზმი, ათეიზმი და სხვა სახით, რომელიც ასევე საფუძველს აი ამ ქილიასტური ხედვებიდან იღებს. თუ პარალელს გავავალებთ, დავინახავთ, თუ ქილიაზმი ამბობს, რომ ამ ქვეყნიურ ათასლოვან მეუფებაზეა საუბარი, იმავე საუბარს ახორციელებდა კომუნისტები, როდესაც ამბობდნენ, რომ ამ ქვეყნიური, ესე იგი, სამეფო მეუფება ედემი ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში და აეშენებინათ კომუნისტებს დედამიწაზე. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ ამ ქილიაზმის სწავლებას და კიდევ უფრო საფუძვლიანად განვიხილოთ მისი ხედვები და ამ სწავლების დამცველნი ეყრდნობიან დაფარულ მჭვრეტელის ხილვას, ანუ იოანე ღვთისმეტყველისა, რომელიც აპოკალიფსის მე-20 თავშია მოყვანილი და რომლის თანაღმადაც, ესე იგი, ზეციდან გარდამოსულმა ანგელოზმა, ესე წერს აპოკალიფსის ავტორი, შეიპყრა ვეშაპი იგი, გველი დასაბამისა, რომელი არის ეშმაკი და სატანა და შეკრა იგი 1000 წელს და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათვის იესოსა და სიტყვისათვის ღვთისა ცხონდეს და სუფევდეს ქრისტესთანა 1000-მასა წელსა. ესი არის აღდგომა იგი პირველი და შემდგომად 1000-ისა მისაწლისა განისხეს ეშმაკი საპყრობილისაგან თვისისა და გამოვიდოდეს თუნებად წარმართთა. და ამავე მუხს შემდეგ მოყვება ეშმაკის მიერ თუნებულთა სამსჯავროც მიცვალებულები აღდგებიან, უფრო ზუსტად წარდგებიან და განისჯებიან საქმეთაებრ მათთა ესე ბრძანებს გამოცხადების მე-20 თავი და რომელიც არა იპოვა წიგსა მასა ცხოვრებისასა დაწერილ შთავარდა ტბასა მაცა ცეცხლისასა და ესე სიკვდილი მეორე არს და პირველი აღდგომით აღდგომილთა მიმართ მეორე სიკვდილი უძლურია. ესე იგი, აი ამ აპოკალიფსის მე-20 თავის სჭირდება მამებისეული განმარტება და არა ქილიასტური, როგორც ისინი ამბობენ, რისი მცდელობაც დავისახეთ ჩვენ მიზნად და აი ამ ქილიასტური შეხედულება ძველად ძირითადად როგორც მოგახსენეთ თქვენ ერეტიკოსთა შორის ვრცელდებოდა, თუმცა ისინი ძველი დროის მსოფლიო ეკლესიის ზოგ ქრისტიან მწერლობაშიც გვხვდება, მაგალითად იუსტინე მოწამე, ირინეოს ლეონელს აქვს გარკვეული ხედვები ქილიასტური, რასაც ეკლესია ცხადია არხებულობს როგორც სწავლებას, არამედ კერძო აზრად რჩებოდა და ახალ დროში ეს შეხედულება პროტესტანტულ სექტებში აღორძინდა და ბოლოს ჩვენი დროის სამწუხაროდ სასულიერო ლიტერატურაშიც ვხედავთ მართლმადიდებელ საღვთისმეტყველო და საღვთისმეტყველო აზროვნებაში სწორედ აი ამ ქილიასტური იდეების შეტანის მცდელობას. და პროტოპრესვიტერი მიხეილ პამაზანსკი აკეთებს სერიოზულ ანალიზს აი ამ საკითხისა და განმარტებისთვის სწორედ მას მიმართავთ ჩვენ. მან ბრძანა, რომ აი ამ სწავლებაში იგულისხმება ორი სამომავლო სამსჯავრო, ერთი აღმდგარ მართალთადან, შემდგომ მეორე საყოველთაო, შესაბამისად ორი სამომავლო აღდგობა და ჯერ მართალთა და მერე ცოდვილთა და მაცხოვრის დიდებით ორჯერ მოსვლა, რაც ფაქტობრივად ჩვენ აი ამ სწავლებას ვერ ხედავთ, ვერ დავეყნობით ვერანაირ საფუძვლებს წმინდა წერილში. ქრისტეს მარტოოდენ ამქვეყნიური, თუმცა ნეტარი სამომავლო მეფობა მართლებთან ერთად გარკვეულ ისტორიულ ეპოქად არის მიჩნეული და
ფორმალურად ეს სწავლება ეფუძნება და ივანე ღვთისმეტყველის გამოთქმას, რომ პირველი აღდგომის მცდარად გაგებას, რასაც ქვია, ნამდვილი მიზეზი კი ის არის, რომ თანამედროვე სექტანტთა ძირითადად არ სჯერა საერთოდ საიქიო ცხოვრებისა და მართავთა ზეციური ნეტარებისა და რომლებთანაც მათ ლოცვითი ერთობა საერთოდ არც გააჩნიათ და არანაირი სულიერი კავშირები. ზოგ სექტას სხვა მიზეზიც აქვს, ეს არის რელიგიური იდეების უკან მდგარი და თითქოს და აპოკალიფსის საიდუმლო მინიშნებებში ჩადებული სოციალურ утопიური ოცნებები. და აი ამ ქილიასტების მიერ აპოკალიფსის მეოცე თავის განმარტების მცდარობის დანახვა ძნელი არ იქნება და არ არის თუ ჩვენ კარგად დავუკვირდებით ამ სიტყვების პირველი აღდგომა ბრალებში პარალელური ადგილები წმინდა წერილიდან ცხადყოფენ იმას, რომ მასში იგულისხმება ნათლობის საშუალებით სულიერი აღორძინება ქრისტიანთა და მარადიული ცხოვრებისათვის. აი ეს არის პირველი აღდგომა ეკლესიის წმინდა მამათა განმარტებით და ეს ფრაზა ქრისტესადმი რწმენის საშუალებით აღდგომას ნიშნავს თანახმად სიტყვისა განიღვიძე, რომელსა იგი გძინავს და აღზრდ მკვდრეთით და განგანათლო შენ ქრისტემან. ანუ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წერია, ანუ ჩვენ ქილიასტების შემთხვევაში ვხედავთ უცოდინარობას და წმინდა წერილისა არასწორ განმარტებას და თქვენ ქრისტესთან აღზრდით ხშირად ვკითხულობთ ჩვენ მოციქულებთანაც და ამიტომ გვმართებს აი ამ 1000-წლოვანი მეუფებაში, რომელსაც აპოკალიფსის მეოცე მოხში ვკითხულობთ ჩვენ, ვიგულისხმოთ პერიოდი, რომელიც დაიწყო ქრისტეს მადმოსილი ეკლესიის სუფევის დადგომით, ანუ ქრისტეს განკაცებით და 1000 წელი კი სიმბოლური დაწვრთვის არის, როგორც ამას წმინდა წერილი ბრძანებს, 1000 წელი ვითარცა გუშინდელი დღეო და რომელიც გამოხატავს აი ამ ქვეყნიური კაცობრიობის არსებობის პერიოდს. ეს განსაკუთრებით ასევე ეხება ზეციურ მოზეიმე ეკლესიის ტერმინსაც, არსებითად პრინციპში მაცხოვრის მიერ აღსრულებულ გამარჯვებას, რასაც ქვია მებრძოლი ეკლესიაზე იმობს უფრო მეტად, მაგრამ ის ჯერ კიდევ ამ ქვეყნიური ეკლესია კიდევ ჯერ ებრძვის აი ამას ოფლის თავად ანტიქრისტეს, რაც სატანის დამარცხებით და ცეცხლოვან ტბაში მისი საბოლოო შთაგდებით დასრულდება. აი ესე ბრძანებს წმინდა წერილი, ამიტომ არავითარი ორჯერ მოსვლა ქრისტესი, ესე იგი მის შემდეგ რაც ის მოვიდა განკაცდა არ არის საფუძვლიანი, აზრი რომ მეორე სიკვდილი არის ცოდვილთა განაჩენი საყოველთაო სამჯავროზე და იგი არ შეეხება პირველ აღდგომით ამდგართ, შემდეგნაირად უნდა იქნას გაგებული, რომ ქრისტემ სულიერად ამდგარი და საღვთო მადლით განწმენდილი არ დაისჯებიანო, არამედ ქრისტეს სასუფევლის ნეტარ ცხოვრებაში შევლენო ბრძანებს მაცხოვარი და ამრიგად ქილიასტები, რომლებიც ქმნიან ზეციურ მეუფების დედამიწაზე, აი ამ თავისი ამსოფლიური მსოფხედვით მიირტვიან სწორედ ამ ქვეყნიური ცხოვრების სოციალურ კეთილმოწყობისა და ეკონომიკური პროგრესის იდეისაკენ, ეს იგივე კოსმოპოლიტური უსახო სულია, უსახო ხედვა აბსოლუტურად, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ნაციონალური, ტრადიციული თუ სულიერი ელემენტი, მათთვის უცხოა ბუნების აი ამ ორგანული განვითარება, ამიტომაც ქმნიან სულ ახალ-ახალ ტექნოლოგიებს, შედეგად ქმნიან უღმერთო გარემოს და ხელოვნურ მექანიკურ ცივილიზაციას, რისი მომსწრენიც გახლავართ ჩვენ დღეს, რომელიც უღმერთოდ იარსებებს და მის ადგილს დაიკავებს, ესე იგი, ეს გაღმერთებული ადამიანი. ამდენად მათი მექანიკური მსოფლმხედველობის უთუოდ მივყავს ადამიანი ათეიზმამდე
და იმ უტოპიურ კომუნიზმამდე, რომელსაც გვასწავლიდნენ ჩვენ 70 წლის განმავლობაში. მე-20 საუკუნეში გაფუჩქნული ეს კომუნისტური იდეოლოგია 100%-ით მიესადაგება იმ ქილიაზმის განსაზღვრებას და საოცარი სიზუსტით და თანმიმდევრობით გამოხატავს ის ამ ქილიაზურ სოციალურ ტექნოლოგიურ არსს. თუ პირველ საუკუნეებში ამის გაკეთება ცოტა რთული იყო ტექნოლოგიური პროგრესის სიმცირის არა გამო, დღეს ამას ჩვენ თვალნათლივ ხედავთ, თუ რას აკეთებს თანამედროვე კაცობრიობა, რომ მთლიანად დავიწყებას მიეცა ყოველგვარი ღვთაებრივი სულიერი არსი ამ ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ კომფორტის, სიამოვნების და სიამტკბილობისაკენ არის მისწრაფული მთელი კაცობრიობა. და ამ ქილიაზმის ამ სულისკვეთებისათვის საერთოდ უცხოა ადამიანის სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო, რობოტს მიემსგავსა ვხედავ ჩვენ ადამიანი, იმიტომ რომ მისი იდეოლოგია დამყარებულია გრანდიოზულ ასე უწოდებენ ისინი მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომლითაც ისინი ფიქრობენ, რომ უკვე შეიცნეს კოსმოსი და იქიდან უცხო პლანეტელები ჩამობრძანდებიან და მოგვიწყობენ კიდევ უფრო გამაცვიფრებელ ცხოვრებას ამ ქვეყანაზე და ამ ამრიგად ეს ქილიაზმის სამომავლო სანუკვარი ოცნება შეიქმნას მექანიკური ადამიანი რობოტი, რომელიც ჩაანაცვლებს ამ ღვთის შექმნილ სამყაროს ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროთი, ეს გახლავთ თანამედროვე ადამიანის თეზა და თანამედროვე ეს კომპიუტერიზაციის უმაღლესი ტექნოლოგიების შექმნამ ადამიანში ხედავთ ამას ჩვენ თვალნათლივ, რომ ნელ-ნელა ეს ხელოვნური უსულო თვისებები, მექანიკური თვისებები, აზროვნების უნარი ჩამოაყალიბა ადამიანში და ამიტომ დღეს ადამიანს უჭირს არათუ დოგმატური ჭეშმარიტებების ათვისება და მასზე ფიქრი, არამედ უბრალოდ ელემენტარული წიგნის წაკითხვაც კი უჭირს თანამედროვე ადამიანს, ვინაიდან ის შეეჩვია ამ მექანიკურ აზროვნებას, შედეგად ვიტყვით, რომ ერეტიკულ აზროვნებასაც ხშირ შემთხვევაში და ყოველივე ამას მაშინ ვიმკით ჩვენ, როცა ადამიანი განეშორება ღმერთს და მის ადგილის დაკავებას ლამობს. ამიტომ ქილიაზმი ადამიანის გაღმერთების მორიგი მცდელობა გახლავთ, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ ეს განყენებულ თემად და საღვთისმეტყველო საკითხად, რომელიც ოდესღაც იყო კაცობრიობის ისტორიაში, ეს არის საკმაოდ რეალური საკითხი და რომელსაც ჭირდება სერიოზული ანალიზი, რათა ჩვენ ავიცილოთ ეს აცდურები თავიდან. ქილიაზმის თაობაზე მსჯელობა და პირად შეხედულებათა გამოთქმა შეიძლება დასაშვები იყო მაშინ იმ პერიოდში, სანამ არ იყო მსოფლიო ეკლესიის ხმა ჯეროვნად მკაფიო წარმოჩენილი და მაგრამ მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ერეტიკოსი აპოლინარიუსის ეს ყველა ცდომილება, უარყო მისი სწავლება ქრისტეს 1000 წლეულზე და სარწმუნოების სიმბოლოში შევიდა სიტყვები, რომ ქრისტეს სუფევას არა აქვს დასასრული, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რა თქმა უნდა, უკვე ქილიაზმის მხარდაჭერა არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. ამრიგად, ამ სწავლების განხილვით ჩვენ გსურს თქვათ ის, რომ ის იდეები, რომელიც პირველ საუკუნეებში ვრცელდებოდა, დღეს ამან უფრო სხვადასხვა ფორმა და სახე მიიღო, ეს გამოიხატა, როგორც მოგახსენეთ, იდეოლოგიური სახით კომუნიზმში და მთლიანად ათეიზმსა და მატერიალიზმში, რომელსაც ქადაგებს ფაქტიურად თანამედროვე სამყარო, რომლისთვისაც მიღებულია
ეს ხედვა, ვინაიდან მთლიანად მიწიერით არის თანამედროვე ადამიანი დაკავებული და მეორეს მხრივ საღვთისმეტყველო კუთხითაც ხედავთ ამ განვითარებას ჩვენ პროტესტანტიზმშიც, პაპიზმშიც, სექტებშიც, რომლებიც უხვად არის ჩვენს ირგვლივ და რომლებიც ასევე ამ ქვეყნიურზე საუბრობენ და თუ გადავხედავთ გნებავთ ეგრეთ წოდებული იაღოველების ჟურნალებს, დავინახავთ, რომ მათი სამოთხის წარმოდგენა გახლავთ სწორედ რომ ამ ქვეყნიური სამოთხის წარმოდგენა, იმიტომ რომ იქ არის მარადიული ყოფნა არა ღმერთთან და ახალცა და ახალ მიწაზე საუბარი, არამედ აქაურზეა საუბარი და აქ თითქოს და იქნება კარგი ჭამასმა და სიამტკბილობა და ყოველივე სიკეთე სწორედ რომ ამ ქვეყნიური და აი ესეთივე სამოთხის ფაქტობრივად პარალელებს ხედავთ ჩვენ ისლამშიც, როდესაც მათი სამოთხის თანახმად იქაც მატერიალურად არის წარმოდგენილი ეს უხვი მდინარეები რძისა, თაფლისა და ქალწულები და ასე შემდეგ, რომლებიც ესე იგი ატკბობენ ადამიანის სულს თურმე იმქვეყნად. ესეც ერთგვარი გამოვლენა აი ამ პათოსისა, რომელიც ქონდა პირველ ერესებს და ისლამში ვიცით ჩვენ რომ აი ამისი ნაზავია ყალბი ქრისტიანობისა ერეტიკული სახით სხვა წარმართული თუ აღმოსავლური რელიგიური კულტების ნაზავი, რომელიც შემოგთავაზეს ჩვენ. ამდენად ეს ჩვენისეული ეს მცირეოდენი ანალიზი ამ საკითხისა უნდა იყოს კარგად გააზრებული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ, რათა დავინახოთ ჩვენ საცთური, რომელიც ელოდება კაცობრიობას და გვირგვინის სახით, რასაც ქვია ანტიქრისტეს მეუფება, რომელიც პირდაპირ შემოთავაზებს საზოგადოებას, სწორედ რომ მშვიდობას, სიყვარულს, ერთობას და ასე შემდეგ, არა იმ ქვეყნიურს და მარადიულს, რა თქმა უნდა, არამედ ამ ქვეყნიურს და აი ის იმეფებს სამწელიწად ნახევარი, რომლის შემდეგაც მართლაც დასრულდება ამ ქვეყნიური ცხოვრება და მართლაც მოუბრძანდება ქრისტე მეორედ მოსვლით თავისი დიდებით და მოხდება საყოველთაო განკითხვა კაცობრიობისა. ღმერთმა დაგლოცოს, შეგვიწყალოს და მოგცეს ძალი და უნარი, რათა გადავლახოთ ყოველივე